1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. რეფორმას არ შეიძლებოდა მღელვარება არ მოჰყოლოდა, რადგანაც პირველ რიგში კანონიკური წესით მიერთება სჭირდებოდა საქართველოს ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება, რასაც რუსებმა ვერ მიაღწიეს. ამასთანავე რუსული ეკლესიის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქართულისაგან. კერძოდ რუსეთის ეკლესიას მართავდა სინოდი, რომელსაც სათავეში იმპერატორის მიერ დანიშნული საერო პირი, ობერ-პროკურორი ედგა და რუსული ეკლესია პრაქტიკულად რუსეთის სახელმწიფო აპარატის ნაწილი გახლდათ. ამასთანავე სერიოზული განსხვავება იყო ის, რომ ქართული ეკლესიის მაღალი იერარქები დიდგვაროვანი წარმოშობის იყვნენ, რაც ერთმანეთთან მჭიდრო დაკავშირებდა ეკლესიასა და თავადაზნაურობას. ასევე რუსული ეკლესია პირდაპირ ხაზინიდან ფინანსდებოდა. შესაბამისად, საეკლესიო ქონება, მიწები და გლეხები ხაზინის საკუთრებაში გადადიოდა. რა დროსაც გლეხებს ბეგარა ნატურით გადახდის ნაცვლად, ფულადი სახით უნდა გადაეხადათ. კავკასიის მმართველი ალექსანდრე ერმოლოვი აფრთხილებდა თეოფილაქტეს, რომ იმერეთში რეფორმის გატარება ნაადრევი იყო და შესაძლებელი იყო ყველაფერ ამას დიდი მღელვარება გამოეწვია, რის გამოც თეოფილაქტემ გადაწყვიტა თავად ჩასულიყო იმერეთში. მისი აზრით, ამით თავიდან აიცილებდა მოსალოდნელ წინააღმდეგობას, ხოლო გურიასა და იმერეთში სინოდალური პროკურორები გაგზავნა, რომლებმაც დადიანი და გურიელი გააფრთხილეს, რომ თუ იმერეთში დაწყებული მღელვარება მათ სამთავროებში გავრცელდებოდა, მათთან დადებულ შეთანხმებებს რუსები აღარ დაიცავდნენ და სამთავროები გაუქმდებოდა. 1819 წლამდე, ანუ საეკლესიო რეფორმამდე იმერეთში 7, გურიაში 2, ხოლო სამეგრელოში 2 ეპარქია იყო. პირველ ეტაპზე ეპარქიების გაერთიანებების შედეგად უნდა შექმნილიყო იმერეთში 1, გურიაში 1 და სამეგრელოში 1 ეპარქია, რაც თავისთავად ეპისკოპოსების რაოდენობასაც ამცირებდა. კავკასიის მმართველი ალექსანდრე ერმოლოვი არსენ ზაკრევსკისადმი 1819-20 წლებში მიწერილ წერილებში აკრიტიკებს თეოფილაქტეს გაუთვლელი მოქმედებების გამო. ის, რაც იმერეთში ხდება აქაური უმაღლესი სასულიერო პირის განკარგულებების გამო, ჩემში დიდ გაუგებრობას იწვევს. ყველანაირი, მათ შორის დაუშვებელი საშუალებებით იგი ცდილობს გაზარდოს საეკლესიო შემოსავალი. აჯანყების მიზეზადაც ერმოლოვი თეოფილაქტეს სტრატეგიას მიიჩნევს. მღელვარების მიზეზი გახლდათ ჩვენი აქტიური ეკლესიის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტის თეოფილაქტეს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო ისე, რომ არ იცნობდა იმერეთში სასულიერო მმართველობას. როცა მან დაიწყო გარდაქმნები და იმერეთის სამღვდელოებამ დაინახა რა, რომ ქონებას კარგავდნენ, აჯანყებისათვის განაწყვეს თავადაზნაურობა, რომლის ინტერესებსაც ასევე შეეხო თეოფილაქტეს ცვლილებები, ხოლო თავადაზნაურობამ აჯანყების სული შთაბერა ხალხს და გასულ წელს ყველანი იარაღის ქვეშ იყვნენ. თეოფილაქტე ეკლესიის შევიწროებაზე დაუფიქრებლად გადავიდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მას სურდა გაზრდილიყო შემოსავალი და თავისი ხელმძღვანელობისათვის ესიამოვნებინა. რეფორმების დაწყებისთანავე იმერეთის სასულიერო იერარქები და თავადაზნაურობა წერილობით ითხოვდნენ ერმოლოვისაგან თეოფილაქტეს შეჩერებას. აი რას წერდნენ ისინი რუს გენერალს. დიდხანს ვიყავით ურწმუნო აგარიანთა ხელში და ბევრი ტანჯვა გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანებიც კი არ ერეოდნენ ჩვენს სასულიერო საქმეებში. ჩვენს მწუხარებას არ აქვს საზღვარი, როცა ვხედავთ, როგორ იკეტება ჩვენი წმინდა ეკლესიები, როგორ განდევნეს ჩვენი ღვთისმოსავი მღვდლები, როგორ გვართმევენ საეკლესიო ქონებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემოწირულია მეფეების მიერ ჯილდოთ სასულიერო პირთა დამსახურებისა გამო. მიუხედავად იმერეთის სასულიერო პირებისა და თავადაზნაურობის არაერთგზის თხოვნისა, 1819 წლის საეკლესიო რეფორმა მაინც გაგრძელდა, რამაც იმერეთში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. ამავე წლის მაისში ეკლესიამ და დიდგვაროვნებმა იმერეთის ბაგრატიონთა სახლის
წარმომადგენელი სოლომონ პირველის შვილიშვილი ივანე აბაშიძე მეფედ გამოაცხადეს. რუსებს გადასახადების გადახდა შეუწყვიტეს და დაიწყეს თავდასხმები მათ პოსტებზე. იმერეთის მმართველმა გენერალ-მაიორმა კურნატოვსკიმ აჯანყების დაწყებისთანავე თეოფილაქტეს მოსთხოვა იმერეთის დატოვება და აჯანყებულებთან მოლაპარაკების დაწყება შეეცადა. რაზეც აჯანყებულთა მეთაურებმა უპასუხეს: ჩვენ არ დავიშლებით, სანამ თეოფილაქტი არ წავა იმერეთიდან, რადგანაც არც აქ და არც მთელ საქართველოში ვაჭრების ადგილი არ არის. ერმოლოვმა, რომელიც იმ დროისათვის დაღესტანში იყო, თეოფილაქტეს მისწერა, რომ იგი ამ ფორმით რეფორმის გატარებას არ ეთანხმებოდა, მაგრამ აქვე უთითებდა, რომ თუ რეფორმა უკვე დაიწყო, იგი უნდა დასრულდეს გაცხადებული ფორმით, რადგანაც ნებისმიერი დათმობა მთავრობის სისუსტედ ჩაითვლებოდა და შემდეგში მძიმე შედეგებს გამოიწვევდა. ერმოლოვმა იმავდროულად გასცა ბრძანება დაეტყვევებინათ ორი მიტროპოლიტი, გაენათელი და ქუთათელი, რომლებიც ხალხს უკვე ღიად მოუწოდებდნენ იარაღით ხელში დაეცვათ სამშობლო და ეკლესია. გენერალ კურნატოვსკის მოლაპარაკებების დაწყება სისუსტედ ჩაუთვალეს. მისი მმართველობა ერმოლოვის სიტყვით რომ ვთქვათ, თათართა შემოსევაზე უარესი იყო და მის ნაცვლად იმერეთის მმართველად პოლკოვნიკი პუზირევსკი დაინიშნა, რომელიც ერმოლოვთან დაახლოებული პირი იყო. პუზირევსკიმ იმერეთში ჩამოსვლისთანავე დაატყვევა ორი ეპისკოპოსი, ექვთიმე გაენათელი და დოსითეოს ქუთათელი, სოლომონ პირველის შვილი და ივანე აბაშიძის დედა დარეჯანი და რამდენიმე აჯანყების მოთავე თავადი. დატყვევებულები პუზირევსკის ბრძანებით გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით თბილისში გადაიყვანეს. ტყვეებს თავზე ჯვალოს ტომბრები ჰქონდათ ჩამოცმული, კისერთან და წელთან შეკრული. ბადრაგს კი ნაბრძანები ჰქონდა, რომ ნებისმიერი საფრთხის დადგომის შემთხვევაში ტყვეები დაეხოცათ და გვამები მდინარეში გადაეყარათ. ქუთათელი მიტროპოლიტი სასტიკი მოპყრობის გამო გზაში გარდაიცვალა. რუსმა ოფიცრებმა მისი გარდაცვალების ამბავი ბადრაგის ჯარისკაცებსაც კი დაუმალეს. რამდენიმე დღეში თბილისიდან ბრძანება მიიღეს, რომ დაეკრძალათ იგი ყოველგვარი პატივის გარეშე პირველივე შემხვედრ ეკლესიაში, რის შემდეგაც იგი ანანურში დაკრძალეს. წარმოშობით გურული შარვაშიძე ან შარაშიძე, გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე რუსეთში გადაასახლეს. კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში გაენათელ მიტროპოლიტზე ამბობს: იმპერატორმა დიდი ზეიმითა და პატივით მიიღო იგი, მაგრამ მიტროპოლიტი არ მოერიდა ემხილებინა იმპერატორი საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის და მას ახალი ნერონი უწოდა. სამშობლოდან გაძევებული მიტროპოლიტი გარდაიცვალა 1822 წლის 21 აპრილს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ღირსი ექვთიმე გაენათელის ნეშტი 2004 წელს საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს. ივანე აბაშიძის დატყვევება პუზირევსკიმ ვერ შესძლო, რადგანაც აბაშიძე გურიაში გაიქცა და ქაიხოსრო გურიელთან შემოქმედის ციხესიმაგრეში აფარა თავი. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სამხედრო ისტორიკოსი გენერალ-ლეიტენანტი ვასილი პოტო თავის წიგნის ერთ თავს უთმობს იმერეთის საეკლესიო აჯანყებას, აღწერს იმერეთის, სამეგრელოს, რაჭის და გურიის მოვლენებს, ხოლო ამ თავის დიდი ნაწილი ეძღვნება მხოლოდ გურიას, როგორც ულამაზეს ქვეყანას. ამასთანავე იგი დიდი აღფრთოვანებით წერს ქაიხოსრო გურიელზე, როგორც ძალიან ენერგიულ, מחვილ გონიერ, უგანათლებულეს და ბრწყინვალე პიროვნებაზე. იმერეთის აჯანყების მოთავეების დატყვევებისა და თავადი აბაშიძის მიერ ქაიხოსროს ციხესიმაგრეში თავის შეფარების შემდეგ მოქმედებათა ცენტრმა გადაინაცვლა გურიაში და საქმეში ჩაერთო ამ ქვეყნის უშესანიშნავესი ადამიანი, წერს პოტო. აჯანყებულთა დაკავების შემდეგ იმერეთში სიმშვიდე ჩამოვარდა, რამაც პუზირევსკის აფიქრებინა, რომ ივანე აბაშიძე თავისი ნებით ჩაბარდებოდა და ხალხი გაუგზავნა მასაც და ქაიხოსროსაც. ორივესაგან უარის მიღებამ, განსაკუთრებით კი ქაიხოსროს უარმა პუზირევსკი განარისხა, რადგანაც ქაიხოსროს რუს მაღალჩინოსნებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და პუზირევსკისათვის უარი ერთგვარი მოულოდნელობა აღმოჩნდა.
პუზირევსკი ველიამონოვს წერდა: იგი უნდა განადგურდეს და ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ყაჩაღს, რომლის დანდობა არ შეიძლება. ასევე ველიამინოვისაგან ითხოვდა ნებართვას თავს დასხმოდა შემოქმედის ციხესიმაგრეს და გაენადგურებინა როგორც ქაიხოსროს ბანდის ბუდე, გზების შეკეთებისა და კარანტინის საბაბით. ველიამინოვმა მოითხოვა, რომ ჯერ ქაიხოსრო დაებარებინათ ქუთაისში ახსნა განმარტებისათვის და თუ არ გამოცხადდებოდა, ამის შემდეგ ემოქმედათ. მართლაც ქაიხოსრო 1820 წლის 9 აპრილისათვის ქუთაისში დაიბარეს, თუმცა რა თქმა უნდა ის არ გამოცხადდა. უკვე 13 აპრილს პუზირევსკი ჯარით შემოქმედისაკენ დაიძრა. შემოქმედში მისვლისას ჯარი ციხესიმაგრისაგან მოშორებით დააყენა. თავად კი მცირე ბადრაგით ციხესიმაგრეს მიაშურა. თუმცა მალევე ქაიხოსროს ციხე უკვე დაეტოვებინა და მეზობელ სოფელში გადასულიყო. შემდგომ მოვლენებს პოტუ ასე აღწერს: უკან ჯართან დაბრუნებისას პუზირევსკის მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს, რომელმაც მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა, რამაც მანამდე შედგენილი ყველა გეგმა და გათვლა თავდაყირა დააყენა. ხშირი ტყით დაფარული გორიდან ჩამოსვლისას მას შეხვდა 3 გურული, რომლებსაც კითხა სად არის ქაიხოსრო. საპასუხოდ კი გაისმა 3 გასროლა და სასიკვდილოდ დაჭრილი პუზირევსკი ცხენიდან გვერდზე გადავარდა. მისი თანმხლები კაზაკი კანვოიერებიდან ერთი დაჭრეს და შემდეგ ხანჯლებით მოკლეს. მეორე კაზაკი და ოფიცერი შეიპყრეს და ქაიხოსროს მიგვარეს, რომელმაც თითქოს პუზირევსკის მკვლელს თოფი და ხმალი აჩუქა. მოშორებით მდგარ რაზმს ესმოდა სროლისხმა, მაგრამ ვერ გაბედეს უღრანტყეში შესვლა და ოზურგეთისაკენ დაიხიეს. პოტოს მიხედვით ეს არის ოფიციალური ვერსია და აქვე უთითებს მეორე ვერსიასაც, რომელიც მისი აზრით უფრო სარწმუნოა. ამბობენ, რომ არაფერი ჩასაფრების მსგავსი არ ყოფილა, მაგრამ მოხდა ის, რომ პუზირევსკიმ 15 წლის ბიჭს კითხა ქაიხოსროს ადგილსამყოფელის შესახებ. ბიჭმა იუარა არაფერი ვიციო, რისთვისაც პუზირევსკიმ მას მათრახი დაარტყა. ახალგაზრდამ ვერ მოითმინა შეურაცხყოფა, დარტყმისთანავე გამოაძრო საფარველიდან თოფი და ადგილზევე დააგდო იგი. ახლა ცნობილია ისიც, რომ ქაიხოსროს პუზირევსკის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და ძალიან შეწუხებული იყო მისი სიკვდილით. პოტოს აზრით, მამია გურიელმა იმის გამო, რომ იგი რუსებს არ დაესაჯათ, პუზირევსკის მკვლელობა მის გამზრდელ ბიძას გადააბრალა. პუზირევსკის მკვლელობის ოფიციალური ვერსიაც ამ ფორმით წარსდგა ერმოლოვთან. ადგილობრივი ვერსიის მიხედვით 1820 წლის 13 აპრილს შემოქმედში მიმავალ პუზირევსკის ქაიხოსრო გურიელის ნათლული აზნაური იოთამ ბოლქვაძე და მისი 2 თანმხლები შეხვდა. პუზირევსკიმ შემხვედრებს კითხა, სად არის ძაღლიშვილი ქაიხოსრო და ბოლქვაძეს მათრახი გადაჰკრა. რასაც ბოლქვაძის გასროლა და პუზირევსკის სიკვდილი მოყვა, რისთვისაც ქაიხოსრომ თოფითა და ხმლით დააჯილდოვა ბოლქვაძე. შემოქმედში სროლის ხმის გაგონებით შეშინებული რუსები ოზურგეთში დაბრუნდნენ, სადაც პუზირევსკის ჯარის ნაწილების გარდა სამეგრელოს პოლკი იდგა 2 ზარბაზნით, მაგრამ ისინი შემოქმედისკენ არ დაძრულან. პუზირევსკის დაღუპვის შესახებ ცნობის მიღებისთანავე პოდპოლკოვნიკმა ზაგორელსკიმ გურიაში ჯარით შესვლა გადაწყვიტა. სამხედროები ურჩევდნენ, რომ გურიაში მოუმზადებელი შეჭრა კარგს არაფერს მოუტანდათ და თავი შეეკავებინა. ზაგორელსკი ცნობილი ოფიცერი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა გუმრისთან სპარსელებთან 3 დღიან ომში, რისთვისაც წმინდა ვლადიმერის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მაგრამ მას შემდეგ რაიმე განსაკუთრებული მიღწევა არ ჰქონია და ერმოლოვიც არ სხალობდა. ეს შემთხვევა კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა დაყიქვა და გურიისკენ სწრაფად დაიძრა. 15 აპრილის ღამეს ზაგორელსკიმ ჩოხატაურამდე მიაღწია, სადაც პოდპორუჩიკი კლუგენის მეთაურობით 44 ეგერთა პოლკის 2 ასეულისაგან შემდგარი გაძლიერებული პოსტი დატოვა და შემოქმედისაკენ გზა განაგრძო. ოზურგეთიდან შემოქმედისაკენ მიმავალ გზაზე 3 ვერსის შემდეგ უღრანი ტყე იწყებოდა, რომელშიც ზაგორელსკიმ ჯარი გაუფრთხილებლად შეიყვანა და უმალვე გურულების ალყაში მოხვდა. ხანგრძლივი ხელჩართული ბრძოლითა და დიდი დანაკარგით შებინდებისას რუსებმა ძლივს გააღწიეს მდინარე ბჟუჟის ნაპირზე. იქ გამაგრდნენ და მთელი ღამე გურულების შეტევებს იგერიებდნენ, იმ იმედით, რომ დილით ბჟუჟს გადალახავდნენ.
დილისთვის გურულებმა ბჟუჟის მეორე ნაპირი ჩახერგილი და გამაგრებული დაახვედრეს. ასეთ პირობებში ფონის ბრძოლით გადალახვა რუსებმა ვეღარ გაბედეს და უკან ოზურგეთისაკენ დაიხიეს. 18 აპრილს, როდესაც ზაგორელსკი შემოქმედიდან ბრძოლით უკან იხევდა, დავით ერისთავი თავისი რაზმით თავს დაესხა ჩოხატაურში გამაგრებულ ეგერთა 200-ს. ხელჩართული ბრძოლის ფინალში პოდპორუჩიკი კლუგენი თავის გადარჩენილ ჯარისკაცებთან ერთად გურულებმა ხისგან აგებულ დუქანში შეიმწყვდიეს. დუქანს ცეცხლი წაუკიდეს და იქედან თავის გადასარჩენად გამოვარდნილ რუსებს ტყვიები დაუშინეს. გურულებმა დახოცეს რუსი ჯარისკაცების დიდი უმრავლესობა. ტყვე დაიყვანეს დაჭრილი პოდპორუჩიკი კლუგენი 20-მდე ჯარისკაცთან ერთად. 20-ოდე რუსმა ჯარისკაცმა კი გაქცევით ტყე შეაფარა თავი და ძლივს გააღწია ოზურგეთამდე. ჩოხატაურისა და შემოქმედის ბრძოლების შემდეგ ივანე აბაშიძე იმერეთში გადავიდა. რუსების ერთ-ერთ პოსტს თავს დაესხა და გაანადგურა. მაგრამ იმერეთში აჯანყებულთა შორის სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ გამოჩნდა მეორე მეფეც. კერძოდ იმერელი თავადაზნაურობის ნაწილი საზანოში შეიკრიბა და იმერეთის მეფედ დავით ბატონიშვილის უკანონო შვილი ვახტანგი გამოაცხადა და მასთან ერთად ქუთაისისაკენ დაიძრნენ. ვახტანგის მეფედ კურთხევისა და გვირგვინის დასადგმელად. თუმცა იქამდე ვეღარ ჩააღწიეს, აჯანყება დაიწყო სამეგრელოშიც, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მთავრის ლევან დადიანის ძმა გიორგი. ის ელიტარული პრეობრეჟენსკის პოლკის ოფიცერი იყო და აჯანყების დაწყებისას სამეგრელოში შვებულებით იმყოფებოდა. მისი მეთაურობით მეგრელები თავს დაესხნენ ჭალადიდში მდგარ რუსულ ასეულს და გააქციეს. თუმცა მალევე ლევან დადიანმა თავისი მილიციით აიძულა გიორგი და მისი მომხრეები აფხაზეთში გადახვეწილიყვნენ. მოკლედ, გურულების საბრძოლო წარმატების შემდეგ აჯანყებამ ძალიან სერიოზული მასშტაბები მიიღო. პუზირევსკის მოკლისა და ზაგორელსკის მარცხისათვის შურისძიება რუსებისათვის მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენდა. ამ მიზნით იმერეთში გამოაგზავნეს პოლკოვნიკი გორჩაკოვი და გენერალ-მაიორი ველიამინოვი. ასევე იმერეთში შეიყვანეს რუსული არმიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილები. ივანე აბაშიძე და ქაიხოსრო გურიელი მოღალატეებად გამოაცხადეს. მეორე მეფედ გამოცხადებული ვახტანგის დახვრეტისა და ყველა შეიარაღებული პირის განადგურების ბრძანება გასცეს. გორჩაკოვმა იმერეთში აჯანყებულების წინააღმდეგ წარმატებით დაიწყო მოქმედება, რა დროსაც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. გორჩაკოვი ესწრაფოდა თავად წულუკიძის სახლის გაჩხრეკას, როცა წულუკიძემ ხანჯალი იშიშვლა გორჩაკოვის მოკვლის მიზნით. ის სიკვდილს მისმა სომეხმა თარჯიმანმა გადაარჩინა, რომელმაც უკნიდან ხმალი ჩაარტყა წულუკიძეს. მძიმედ დაჭრილი წულუკიძე გორჩაკოვმა სახლში წაიყვანა და უმკურნალა. ამასთანავე გორჩაკოვმა წულუკიძისაგან აჯანყების ყველა დეტალიც შეიტყო. რასაც შედეგად ის მოყვა, რომ ყველა ის თავადი დაატყვევეს, რომელიც ღიად აჯანყებაში ჯერ ჩართული არ იყო, მაგრამ ეხმარებოდა და თანაუგრძნობდა აჯანყებულებს. მათ დაძახილზე კი საბრძოლველად გამოცხადებას აპირებდნენ. შედეგად რუსებმა რაჭასა და იმერეთში აჯანყება ჩააცხრეს. აბაშიძე კი თურქეთში გაიქცა. იმერეთის მოსახლეობამ და თავადაზნაურობამ კი რუსებს მორჩილება აღუთქვა. იმერეთის დაწყნარების შემდეგ ჯერი უკვე გურიაზე მიდგა და 24 ივნისს ველიამინოვი 3200 ჯარისკაცით შემოქმედის ციხე-სიმაგრისაკენ დაიძრა. ადგილზე მისულ რუსებს შემოქმედის ციხე ბრძოლისათვის სრულ მზადყოფნაში დახვდა. პირველი შეტევა მაიორი მიხინის მეთაურობით ეგერთა პოლკის 3 ასეულმა დაიწყო, რომელმაც გურულების 4 საათიანი განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ ტყიან გორზე ასვლა და ციხე-სიმაგრის მთავარ კართან გამაგრება მოახერხა. ბრძოლის მინელების შემდეგ შტაბს კაპიტან ბობრიკის მეთაურობით რუსების სხვა ნაწილებმა ციხეს უკნიდან მოუარეს და იქ პატარა კარს მიაგნეს, საიდანაც ციხეში შევიდნენ, მაგრამ იქ უკვე აღარავინ დახვდათ. რუსებმა ერმოლოვის ბრძანებით შემოქმედის ციხე ააფეთქეს და საძირკვლიანად დაანგრიეს. ხელშეუხებელი დატოვეს მხოლოდ ციხის ეზოში არსებული შემოქმედის მონასტერი, რომლის ეზოში პუზირევსკის აკლდამა გაუკეთეს. რუსებმა შემოქმედის მოსახლეობა გაძარცვეს, სახლები გადაწვეს და ბაღვენახები მთლიანად გაანადგურეს. შეშინებულმა მამია მეხუთე გურიელმა ველიამინოვს პუზირევსკის მკვლელი 15 წლის ბიჭი მიჰგვარა, რომელმაც აღიარა, რომ მან ქაიხოსროს ბრძანებით მოკლა პუზირევსკი. ბიჭი რუსებმა სამხედრო მწკრივებს შორის გაატარეს და
ცემით მოკლეს. რუსებმა გურული აჯანყებულებიდან ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი გადაასახლეს. მათი მცირეწლოვანი შვილები უპატრონო ბავშვთათვის განკუთვნილ რუსულ სააღმზრდელო სამხედრო ნაწილებში წაიყვანეს. ერმოლოვის წერილი. საქართველო, რომელიც რამდენჯერმე იყო ვერაგი ღალატის მაგალითი და რა თქმა უნდა მხარს უჭერდა ამ დანაშაულს, ყურადღებით აკვირდებოდა მღელვარების წარმატებებს. ასე რომ იმერეთსა და გურიაში მაგალითი მინდოდა მეჩვენებინა მთელი აქაური ქვეყნისათვის. შეიძლება სისასტიკედ მოგეჩვენოთ, რომ აჯანყებულთა მცირეწლოვანი შვილები მე გავუშვი სამხედრო ობოლთა განყოფილებაში, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა მათი სამომავლო მორჩილებისათვის. მამია გურიელმა და მასთან დაახლოებულმა თავადაზნაურობამ რუსებს შეწყალებას თხოვეს და მორჩილება აღუთქვეს. ქაიხოსრო გურიელი მის თანამოაზრეებთან ერთად თურქეთში გადავიდა და ამით საეკლესიო აჯანყებაც დასრულდა. ამის შემდეგ ეგზარხოსმა თეოფილაქტემ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე განახორციელა ქართული ეკლესიის ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც მისი ლიკვიდაციის ტოლფასი იყო და რის შემდეგაც 1500 წლიანი ქართული ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია რუსეთის საეგზარხოსო გახდა. საეკლესიო რეფორმამ არამარტო საქართველოს სასულიერო ცხოვრება შეცვალა, არამედ რადიკალურად შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობა, რის თაობაზეც დურნოვი წერდა. სამცხის ქართულ მაზრებში იმდენი სომეხი ჩაასახლეს, რომ უკვე 1897 წლის მოსახლეობის აღწერისას მაზრების სომხური მოსახლეობა შეადგენდა ბორჩალოში 29%, ახალქალაქში 75%-ს და ახალციხეში 30%-ს. თვით ტიფლისშიც კი ისინი 30%-ს შეადგენდნენ. ახლა კი გაცილებით მეტნი არიან. იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროიდან მართლმადიდებლურ საქართველოში დაასახლეს გერმანელები, რუსი სექტანტები, მოლოკნები, სუბოტნიკები, დუხობორები, შტუნდისტები, ბაპტისტები და სხვები. საეკლესიო რეფორმამ ქართული ეკლესია სრულიად გაანადგურა. ამას მოწმობს დურნოვის მიერ შეგროვებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის 25 ეპარქია, დაიხურა 15 მონასტერი, 860 ეკლესია, მღვდელმსახურებას ჩამოაშორეს 1500-ზე მეტი მღვდელი, 15,000-მდე გლეხის ოჯახი რუსეთის ხაზინის საკუთრება გახდა. რუსეთის ხაზინაში ამოღებული იქნა 150 მილიონი რუბლის ღირებულების საეკლესიო ქონება, რომლის წლიური შემოსავალი 10 მილიონი რუბლი გახლდა. ქართველი ერი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში იბრძოდა. 1917 წლის 12-25 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ აჯანყებასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რადგან ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.